გამარჯობათ, მე მინდა მოგიყვეთ სიზმრის შესახებ, მაგრამ სანამ სიზმრზე მოგიყვებით, მინდა გთხოვოთ, რომ ვიდეოს ბოლომდე დარჩით ყველა ის ადამიანი, ვისაც გული შეგტკივათ საქართველოზე, ვისაც გინდათ, რომ იყოს ეს ქვეყანა დამოუკიდებელი, ძლიერი და თავისუფალი. და ასევე მინდა ძალიან გთხოვოთ, რომ გააზიარეთ ეს ვიდეო თქვენს გვერდებზე, გაუზიარეთ პატრიოტ ადამიანებს, იმიტომ რომ უძლიერესი ლოცვა უნდა ვიდეოს ბოლოში შემოგთავაზოთ და გთხოვოთ, რომ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან გარდამტეხი პერიოდი აქვს ჩვენს ქვეყანას. სამწუხაროდ კარმის სასჯელს ვიმკით, ბუმერანგს ვიმკით, მაგრამ საბედნიეროდ, ასე ვთქვათ, ამ წლის მეორე ნახევრიდან, ანუ ივლისის თვიდან ცოტა არ იყოს დადებითი ტენდენციების შეგრძნობა, რაც მიანიშნებს იმას, რომ ბედის ბორბალი ოდნავ წაღმა დატრიალდა. ჩვენ ეხლა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმ ადამიანებმა, ვისაც გვიყვარს ქვეყანა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის ბედი, ვისაც აქვს იმის, ასე ვთქვათ, სურვილი, პასუხისმგებლობა, რომ ერთი პატარა კენჭი, სასარგებლო კენჭი დადოს ქვეყნის თვის, თავისი მომავლისთვის, საკუთარი თავისთვის და თავისი მომავლისთვის. საკუთარი შვილებისთვის, შვილებისთვის და ასე შემდეგ. მაშინ გააზიარეთ ეს ვიდეო, დარჩით უყურეთ ბოლომდე და ვილოცოთ ყველამ დღეში ერთხელ მაინც, ვილოცოთ ეს ლოცვა, ვიყოთ ამ ენერგიაში და როდესაც ბევრი ადამიანი ერთ რამეზე არის ფოკუსირებული, ბევრი ადამიანი ერთ რამეს შესთხოვს უფალს, ის აუცილებლად ასრულდება. ახლა კი შეგახსენებთ, რომ ეს არის ჩემი არხი, მე ვარ ნათია შაი და მინდა მოგიყვეთ გუშინდელ ჩემს სიზმარზე და რატო ჩემს სიზმარზე, ვინც არ მიყურებს და არ მადევნებს თვალს მარტო YouTube არხზე და აქვს დამატებული ჩემი Facebook გვერდიც, რომელსაც ქვია რეიქი მკურნალი, ნახავდა აუცილებლად, რომ მე დავწერე ესეთი სტატუსი, რომ ნახე ნგრევა, სახლის ნგრევა თბილისში და ფრთხილად იყავით მეთქი, სახლი ჩამოინგრევა და სამწუხაროდ ეს ახდა. მარტო ეს არა, მე ვნახე ასევე წლების წინ მაგალითად შორენა ბეგაშვილის გოგონა დაზიანდა ზუსტად იმ ღამეს ვნახე სიზმარი და ვთქვი, რომ შორენას თავს რაღაც კარგი არ მოხდება თქო და რამდენიმე საათში ეს ინფორმაცია გავრცელდა, რაც ევას დაემართა და ასე შემდეგ. მაქვს, ასე ვთქვათ, ყოველღამე არ ხდება ეს, მაგრამ როდესაც არის წინასწარმეტყველური სიზმარი, მე ამას გრძნობ, რომ ეს არის წინასწარმეტყველური სიზმარი და ეს სიზმარი ეხება სხვებს თუ მე ამასაც ვგრძნობ. რა ვნახე გუშინ? გუშინ ვნახე ესეთი სიზმარი, რომ მოვდიოდი ძველ უბანში თბილისში, ვიწრო მოკერწყლიანი ქუჩა იყო, გზა ასე ვთქვათ და წინ დავინახე მიწიდან რაღაცა ლითონი ამოშვერილი, მე ეს მიწა ამოვთხარე ხელით და ამოვიღე ხმალი. ეს ხმალი იყო არქეფაქტი, ძველი ისტორიული ხმალი, მოვაშორე მას ეს მიწა და წამოვიღე ეს ხმალი, რომ მივიტანო მუზეუმში და ჩავაბარო. ვიცი, რომ ეს მუზეუმი არის ძალიან დიდი ტაძრის ქვეშ, ოქროს ფონდია და მივდივარ აქ. ეს ტაძარი დგას თბილისის ძველ უბანში, დაახლოებით ანჩისხატის ტერიტორიაზე და სიონის, სადაც არის აი ამ ტერიტორიაზე. სხვათა შორის არაერთხელ ვნახულობ ამ ტაძარს სიზმარში, არის ძალიან დიდი ეს ტაძარი, იმიტომ რომ ტაძარში რო შედიხარ, აი რამდენიმე ოთახისგან შედგება. ანთია ბევრი სანთელის, მის ლოცვის ხმა, გალობის ხმა და აი ერთი კარიდან მეორე კარში სანამ გახვალ, აი ბევრ ოთახს გავიდა, საკმაოდ დიდი სივრცეა და შევედი ამ ტაძარში, გავიარე ეს ოთახები, გამოვედი, ჩავედი ქვევით და ეს ხმალი დავტოვე ამ ოქროს ფონდში, მუზეუმში. აი შემდეგ უკვე ბრუნდები მე სახლში და
ჭამთ ქათმის ხორცს. ხორცის ჭამა არ არის კარგი, ვიცით ყველა. და იწყება საშინელი მიწისძვრა. იმიტომაც დავდე კოშკი ჩემს ვიდეო სურათად. იწყება საშინელი მიწისძვრა, ნგრევა და ესე კედლების სკდება, იფშნება ერთი ადგილიდან, ანუ სახლის ნაწილი ჩამოინგრა, გადავხტით მეორე ნაწილზე, რომელიც მყარი იყო, დავეშვით მე იქიდან კიბეზე და მთელი ოჯახის წევრები ვცდილობთ რომ გამოვედით, ყავს ბავშვები და მე მახსოვს რომ ჩემი პატარა ბავშვი თოთო დატოვებული მყავს დეიდა ჩემთან, რომელს ანუ ჩემი დეიდაშვილიც არის პატარა და მე გამოვდივარ, გამომყავს სხვა ოჯახის წევრები, სხვა შვილი რაღაცა და მაქვს დარდი, იმიტომ რომ დეიდას ხო ისედაც სიზმარში არის ესე, ისედაც თავისი პატარა ბავშვი ყავს და ჩემი პატარა ბავშვსაც როგორ გადაარჩენს და ახლა ქუჩაში არის ხალხი, ხო ეს ნანგრევები შეასოლა ქალაქი და ვეძებთ ახლობები ერთმანეთს და ვნახე რომ დეიდა ჩემიც გამოსულია და ორივე ბავშვი ყავს ცოცხლად გამოყვანილი და ავტერდი რომ როგორ შეძელი მეთქი ორივე მცირეწლოვანი ბავშვის გამოყვანა. ეხლა მე მინდა ავხსნა ეს სიზმარი, როგორც ვხედავ მე ამას. დავიწყოთ იმით, რომ მიპოვე არქიფაქტი ძველი ხმალი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ბრძოლა, რომელსაც დღეს ჩვენ გავდივართ, ხომ, არ არის დღევანდელი დღის. ეს არ არის მარტო ასე ვთქვათ რუსების ფილიალი, რო არის ჩვენ მთავრობაში მის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არ არის მარტო კომუნიზმის დღეს ბრძოლა. ეს არის ისტორიული ჩვენი ბრძოლა, რომელიც უკვე საუკუნეს გასცდა, ხო? ნამდვილად გასცდა და ეს არის ისტორიული ბრძოლა. აი ეს ხმალი რო გვეძლევა ჩვენ დღეს და პოულობ ამას დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ გვეხმარება ყველა ის ენერგია, ყველა ის ეგრეგორი, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან არის დაკავშირებული, ჩვენს გმირ წინაპრებთან არის დაკავშირებული და მათი ენერგეტიკა დგას იმ ახალგაზრდებთან, ჩვენს თანამედროვეობასთან და ჩვენთან და გვეხმარება ეს ძალა და ენერგია, რომ ჩვენ ეს ომი მოვიგოთ. ის რომ ხმალი მივიდა ტაძრის გავლით მუზეუმში ოქროს ფონდში, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ სულიერი ენერგიებიც არის ჩართული, ღვთაებრივი ენერგიაც არის ჩართული და ქრისტიანული ეგრეგორიც არის ჩართული ამ ბრძოლაში. მოდი ესეთ რაღაცას ვიტყვი და დავამატებ, ეს ჩემი აზრია, მაგრამ იმედია ძალიან ბევრი დამეთანხმებით, რომ ფორმალურობას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა ღმერთისთვის. ხომ მე ესე ვფიქრობ, ხომ? მე რაც არ უნდა დილასაღამოს ლოცვები ვიკითხო, მეტანიები ვაკეთო, მარხვაზე ვიყო და ფორმალურად შევასრულო, თუ ჩემი გული, თუ ჩემი ემოცია, თუ ჩემი შეგნება, თუ ჩემი საქციელი არ იქნება ქრისტიანული, ეს არ იქნება არანაირი ქრისტიანობა, არც ჩემი ლოცვა მივა უფალთან, არც ჩემი მეტანიები და არც ჩემი მარხვა. მე ესე ვფიქრობ. და ღმერთთან მისასვლელი გზა გადის გულზე, ეს გადის რწმენაზე და არა, ასე ვთქვათ, ჩვევებზე, ასე ვთქვათ, ხო? მასკარადზე და შოუზე. ბოდიში რომ მასკარადი ვახსენე, ვიღაცებში გულზე მოგხვდათ კი ეს მასკარადია, როდესაც ამას მლიქვნელობად აკეთებ, როდესაც ამას შოუდ აქცევ, საჩვენებლად მარხულობ, ლოცულობ, პირჯვარს იწერ და არ ახარ შეგნით ნამდვილი ქრისტიანი, არ გიყვარს და მორალურად არ ცხოვრობ. და აი ეს ბრძოლა რო ქრისტის ქრისტიანული ეკლესიის გავლით გავიდა ეს ხმალი, ჩვენი ისტორიული ბრძოლა სულ იყო ქრისტიანული ძალით, ენერგიით, რწმენით ახსავსე და იმიტომაც ვიმარჯვებდით, ხო? ეხლა მე არ მინდა ლექცია ჩავატარო ისტორიაზე, მაგრამ ჩვენ რწმენით, შინაგანი რწმენით დაგვიმარცხებია მტერი. და ეხლა ის რომ ვიღაცები ამბობენ, რომ რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა და ამიტომ თავზე უნდა დავისვათ ძალიან ეს რბილად რო ვთქვათ, ხო? არამც და არამც არ დავეთანხმები ამ აზრს, რუსეთი არანაირი არ თუ მართლმადიდებლური, საერთოდ ქრისტიანულ ქვეყანად მე ვერ აღვიქვავ, სადაც ხოცავენ ბავშვებს, სადაც საკუთარ მოსახლეობას კორპუსებში აფეთქებენ, ბესლანში რაც მოხდა.
მოხდა, ანუ აი არ ვიცი, ტერორი მოუწყეს ბავშვებს და ამოხოცეს. ეს არის სატანიზმი. ეს არის სატანიზმი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ქრისტიანობასთან, ფორმალობას არ აქვს მნიშვნელობა. აი ამის თქმა მინდა. და ჩვენ მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ ამ ქარქაშს, ანუ ამ ბრძოლას მუზეუმში დავაბრუნებთ, ანუ შეწყდება ეს ბრძოლა. აღარ გვექნება საბრძოლველი. ანუ მოვიგებთ ამ ბრძოლას, თუ საბრძოლველი აღარ გვექნება, ან ომი უნდა მოიგო, ან ისე უნდა დამარცხდე, რომ მორჩა გაუქმდე, როგორც ქართველი აორთქლდე. კი, ამას აკეთებენ უკვე აშკარად რო დავდივარ ჩემს უბანში, ქალაქში, ქუჩებში, ეს კარად იგრძნობა, რომ ეროვნულ უმცირესობაში ვარ, უკვე ამას აკეთებენ, რომ გავქრეთ როგორც ერი და გავქრეთ ის როგორც სახელმწიფოც, ან ესე უნდა მოხდეს და დამთავრდეს, როგორც გაქრა ბევრი ერი დედამიწაზე, აორთქლდა, რომ დამთავრდეს ომი. სხვა შემთხვევაში ომი არ დამთავრდება. და ეს ომი რო დამთავრდეს ისე, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ და ჩვენ კი არ დავმთავრდეს, ჩვენი მტერი დამთავრდეს ჩვენ ქვეყანაში, ხო? ამან უნდა გაიაროს ძალიან დიდ სულიერ გზაზე და ძალიან დიდ რწმენაზე. რასაც მე ძალიან ხშირად ვამბობ, რომ მოვა ის თაობა, რომელსაც ექნება დიდი სიყვარული, დიდი რწმენის ძალა და ისე მართავს ქვეყანას. და ეს არ იქნება ფორმალობა. ამას სულ ვამბობ. ახლა გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე, რომ ხორცს ვჭამდით. ხო, ჩვენ ვჭამთ ხორცს, ჩვენ ვართ ცოდვაში და ყველაფერი რაც ხდება, ეს არის ჩვენი კარმა, ჩვენი ცოდვა. საქართველოს კარმაზე მე მაქვს ვიდეო ჩაწერილი და კი ბატონო, ჩვენ ამას ვიმკით. ის ფაქტი და ის რომ აი სხვებიც მოტყუდნენ და მეც მოტყუდი, არ გვამართლებს, რომ მოტყუდი, კი, შენი ბრალია რომ მოტყუდი. იმიტომ რომ შენი ბრალია რომ დახამდი უფასო ფულს, შენი ბრალია რომ გეგონა რომ ვიღაცა უფასოდ გაჭმევ და ვიღაცა უფასოდ სარეცხ მანქანას გიყიდი და შენი ბრალია რომ შენი მენტალობა ისი არის რომ იჯერებ რომ ვიღაცა შეეძლო ბავშვი დაეხრჩო, ამ იმაზე მთელი შოუ დადგეს და ამ დროს თვითონ გააკეთეს ეს ხო და მოტყუდი. შენი ბრალია, შენი ბრალია, როდესაც რაღაცა ქვითრის მაგვარი თუ ჩეკის თუ რაღაცის მაგვარი მოგაწოდეს სახში და ჩაწერეო შენი ოცნებაო და ზოგმა სარეცხის მანქანა ჩაწერა, ზოგმა ბინა, ზოგმა მანქანა, ზოგმა ჭერის გადახურვა და რა ვიცი რა არ ჩაწერეს და აი ამაში გაცვალეს სამშობლოს ინტერესები. შენი ბრალია, რომ თვალები დაიბრმავე, შენი ბრალია როდესაც ერთის თვალში რიდეს ბეძს ხედავ და მეორეს თვალში კუნს ვერ ხედავ, ხო, ხის მორს ვერ ხედავ. შენი ბრალია, იმიტომ რომ დათურად იქცევი ერთ ვიღაცა თუ სიმპათიით არის შენს მიმართ ყველაფერზე თვალს ხუჭავ და არაფერს არ ხედავ, ხოლო თუ ვინმე მოგწონს ის აბსოლუტურად კარგია, ყველას ეხება ეს. შენი გაუნათლებლობის ბრალია რომ მოტყუდი, შენი უვიცობის ბრალია რომ მოტყუდი, შენი სიხარბის ბრალია რომ მოტყუდი და ასე შემდეგ. არ გავაგრძელებ. მაბადიეთ ძალიან კაცრად ვამბობ, მაგრამ ეს ჩვენი ბრალია, არავის ბრალი არ არის, ჩვენ შევქმნით ეს და დიახ, ჩვენ ვიმკით ამ ყველაფერს და სამწუხაროდ ეხლა რასაც უყურებ, ცოტა ის ანდაზა მახსენდება ბაბუას ნაჭამა ტყემამა შვილიშვილს მოჰკვეთა კბილიო. რას ვისმთ, ესე ხდება და ჩვენი ბრალია ესეც ასევე ხდება. და აი ამ ხორცელ დაცემის გამო იწყება მიწისძვრა, ნგრევა და მე მინდა ვთქვა, რომ ადვილად არ იქნება ეს დამარცხება. წინააღმდეგობა იქნება ძალიან დიდი, მაგრამ ეს იქნება ერთგვარი კართარზისი ჩვენი ერისა, ჩვენი ქართველური ადამიანობისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინაშე. ეს გასავლელი გზა არის, მაგრამ ანგრევის მიუხედავად გადარჩებიან ბავშვები, ანუ ახალგაზრდა თაობა და ყველა იქნება ცოცხალი და ჯანსაღი. ანუ ახალი თაობა გაიმარჯვებს ამ ომში და ამ ბრძოლაში. ამინ, ამინ, ამინ. ესეთი იყო ჩემი წინასწარმეტყველური სიზმარი. ეხლა კი ის ლოცვას წავიკითხავ ძალიანელა, რომ შეძლოთ ამოწერა. ლოცვას
დავდებთ ასე ვთქვათ კომენტარის სახითაც მე თვითონაც რომ შეძლოთ გახსნათ ეს კომენტარი და წაიკითხოთ ეს ლოცვა არ ვიცი გადააზიარეთ კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას ვისაც უყვარს ეს ქვეყანა ვისაც მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა და ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ამ ქვეყნის წინაშე და რაც უფრო მეტი ვილოცებთ უფრო მეტ ენერგეტიკულ დაცვას შევქმნით ჩვენ საქართველოს გარშემო მაშასე ღმერთო უმაღლესი სინათლის წყარო აცხოვნე ჩემი ქვეყანა ბნელი ძალების გარეშე გაუნათე გონება მათ ვინც თესავშიშს და ტკივილს ამხილე სიცრუე და დაადგინე სამართალი ყოველი ბავშვი ვინც დაიღუპა უდანაშაულოდ გაერთიანდეს როგორც ფარველი ანგელოზი ჩვენი მიწის თავზე და ეგ ქვეყანა აღდგეს არა შიშზე არამედ რწმენაზე არა შურისძიებაზე არამედ სიმართლეზე ნათელი იყოს ჩემი სიტყვა ძალა იყოს ჩემს გულში და იყოს შენი გეგმის აღსრულება დედამიწაზე როგორც ზეცაშია ამინ გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე გამარჯვება მალე იქნება რაც უფრო მალე ავიღებთ პასუხისმგებლობას